ბევრი საინტერესო ამბავი და ინფორმაცია წამოგვეწია, მაგრამ მოდით მაინც პირველ რიგში დავიწყოთ იმ თემის კომენტარით, რასაც ახლა ბოლოს ვისაუბრებოდი აუდიტორიას და უკავშირდება ცოტნე ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს. უბრალოდ პასუხს ახალგაზრდა გოგონას მიერ დასმულ შეკითხვაზე, სადაც გოგონამ მკითხა, რომ ასეთი უმოწყალო ცემა რამდენად მისაღები იყო მისთვის და დაუჯელობის სინდრომში ცხოვრება, რამდენად შეიძლება გაგრძელდეს. ცოტნეს პასუხი ყველამ ნახა, ამ შემთხვევაში გვაინტერესებს რა ხდება. განსაკუთრებით საინტერესოა ეს, რადგან ამ სტუდიაში თქვენ რამდენჯერმე განავითარეთ ვერსია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს კობახიძესთან მიმართებაში. კი ბატონო, რაც შეეხება ცოტნეს, ახლა მე ურთიერთობა რომ მქონდა, ის ბავშვი იყო, ხო, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო სხვა შორის. ხო, ძაღლს ეირნებდი მათეზოში და ძალიან უყვარდა ჩემი ძაღლი და მაჩუქეო მეხვეწებოდა რა. აი, არაჩუქეთ? კეთილი არა, არ ვაჩუქებ, მაგრამ ისეთივე ჩამოუყვანა მე მამამ რა და მე ჩვენი ძაღლებიც თამაშობდნენ. რაც შეეხება ამ თემას, საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო უკვე პრაქტიკულად დაიწყო ეს ჩანაფიქრში ალბათ დიდი ხანია ქონდა, მაგრამ დაიწყო კლასიკური ოჯახური კლანის ფორმირება, ხო, რასაც ქვია. ადრე თუ გახსოვთ ის სანამ ბიზნესში იყო, ხო? ის ამ ოჯახურ კლანს მართავდა ორი ხელით, ხო? უჩა და შმაგის ისტორია ვიცით, ხო? უჩა ეს იყო რბილი ძალა, ეგრეთ წოდებული ბიზნეს ურთიერთობებში და შმაგი იყო უფრო ესე რომ ვთქვა ძალოვანი წარმომადგენელი და აი ესე რაღაცნაირად ნავიგაციას ახერხებდა იმ საკმაოდ რთულ ვითარებაში რუსეთის იმპერიაში, ხო, აი ყველაზე ბნელ პერიოდში. ეხლა უკვე, დაიწყო უკვე უფრო ვიწრო ოჯახური კლანის ფორმირება. მე ვფიქრობ, რომ ბერა მას ხავს, ესე რომ ვთქვათ, უფრო ეკონომიკური, ანუ ბიზნეს მიმართულებით გაშვებული და ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ კიდევაც კადრები, ხო, აგალაროვი რო ჩამოვიდა, იქ რაღაცა ბიზნეს პროექტებზე საუბარი, მე ბაქოში ვიზიტი, იქ ამ სიბრიზი ესეთი პროექტია. იმაში კასპიის ზღვის სანაპიროზე მასთან გაცნობა და ამ შემდეგ. ანუ ბერა ეკონომიკა და ცოტნეს მოსინჯვები იწყება უკვე პოლიტიკური კარიერისთვის, ხო? ანუ ფაქტობრივად მას ეხა დასაცავი აქვს ორი სიკეთე, ხო? ეს არის საკუთრივ კეთილდღეობა, ანუ შემოსავალი და მეორე ძალაუფლება, რომელიც ამ შემოსავლის, ესე რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს და აი ესე შენდება ეხა ეს ბევრს კინოშიც აქვს ნანახი, ხო, ოჯახური კლანები, ერთი შვილი როგორ მიდის პოლიტიკაში და მეორე შვილი როგორ მართავს ბიზნეს იმპერიას, რასაც ქვია. ეხა ანუ შვილებთან მიმართებაში როლებია გადანაწილებული. ბერა შეიძლება ითქვას ჭრილი და ამ პროცესების კონტროლის მექანიზმებს იღებს ნელა ხელში და ცოტნე უკვე საჯარო ფიგურად ჩამოყალიბებს. ანუ სტრუქტურირება ხდება ოჯახური კლანის, ხო? კლასიკური შემთხვევაა, ეხა ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, ხო? ეხა ეს კითხვაც და პასუხიც რო წინასწარ დაგეგმილი იყო, ესეც სავსებით ცხადია. რეაქციაც მოსაოდნელი იყო და წინასწარ იყო გათვლილი. მე ვფიქრობ, რომ ცოტნესთან მუშაობენ ალბათ უკვე პოლიტექნოლოგები და მან მიიღო პიარი. ანუ ფაქტობრივად 3 დღეა უკვე ამაზე ლაპარაკობენ. ხო, აქ არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა ვინ პოზიტიურად უყურებს ამას და ვინ ნეგატიურად, ხო? მთავარია რომ შენ ესე რომ ვთქვათ ინფორმაციული საინფორმაციო ნაკადის რაღაცა სეგმენტი, სერიოზული სეგმენტი დაიკავო, ეს სტარტი ესე კეთდება, გასაგებია ის აღშფოთებაც ვნახეთ ჩვენ, ხო? და ეს აღშფოთებაც სასურველი რეაქციაა პოლიტექნოლოგების თვალსაზრისით და იყო კითხვა აბსოლუტურად დაგეგმილი, ბუნებრივია და იყო ასევე კარგად ნასწავლი პასუხი, ხო? და მე ესე რომ ვთქვათ, დღემდე პრინციპში ამაზე ვსაუბრობთ, უკვე რაღაც პრინციპიც დაარქვეს, ანუ მემკვიდრეზე დაიწყო ლაპარაკი. ყველა შემთხვევაში აი ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით ცოტნეს წონა მიეცა, ხო?
ის იყო არავინ, ხო? და ეხლა რაღაცა წონა შეიძინა, რაღაც მორიგი მითოლოგია გაჩნდა, რაღაცა და შესაბამისად ის უკვე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში მთელი საზოგადოების. ანუ პირველი ეტაპი ამ პოლიტექნოლოგიურმა ხაზმა წარმატებით გაიარა შეიძლება. თან შეიძლება ითქვას პოზიტიური გზავნილებით, იმიტომ რომ საუბრობს დიალოგზე, საუბრობს დეპოლარიზაციის ძალადობას. არადამაჯერებელია საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტექნოლოგებმა შეიძლება ითქვას შეცდომა დაუშვეს მათ შორის იმ ნაწილში, როცა გვერდით ესხნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვიზუალურად არიან იდენტიფიცირებულები, როგორც ეგრეთ წოდებული დედუშკები. ამ პოლიტექნოლოგებსაც არ უსკდება თავი ეხლა რა. შეიძლება სპეციფიკას ქართულს კი არა, ასე პიროვნულად არ იცნობენ უბრალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც კალაძის წინ ქალებს დაძდევდნენ მაგალითად, ხო? ჟურნალისტები ამოვიცანეს. ეს ვერ შეიცვლის საერთოდ ეგრეა, ხო? რაც არ უნდა ეცადო და რაც არ უნდა ჭკვიანად დაგეგმო, რაღაცაში რაღაცა მაინც გეპარება, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების რეაქცია ამ დროს არ არის ადეკვატური, ხო? ანუ ქმნიან დღის წესრიგს, ქართული ოცნება ქმნის დღის წესრიგს, აბსოლუტურად წინასწარ ცნობილია მათთვის, ვის რა რეაქცია იქნება, ვირა სიტყვის და ამ შემდეგ და შესაბამისად მოქმედებენ, ხო? გარკვეულწილად კიდე ერთი კომპონენტი მინდა აქ თქვა, რომ ალბათ ეს იყო გზავნილი იმისკენ, რომ როგორც ჩანს, კობახიძეს უკვე იმდენად დაუმოკლეს საბელი, რომ უკვე ამ საბელზე ჩამოსაკიდად გამზადებული ყავთ, ხო? იმიტომ რომ პრინციპში ბიზნეს ხო დამახასიათებელია, რომ ის რატომ არის ჭრდილში ერთ-ერთი მიზეზი რა არის, ხო? რომ იმას აქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ არაფერს პასუხისგებელი არ არის. რაღაც მომენტში ვიღაცას მთელი ეს ნაგავი უნდა აკიდოს ზურგზე და ჩარეცხოს, ხო ესეა? და როგორც ჩანს, ამისთვის მზადდება სიტუაცია და ცოტნეს განაცხადი ამას ნიშნავდა, რომ ამაზე მამიკო არ არის პასუხისგებელი. ამაზე პასუხისგებელია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველაფერ ამას ჩადიოდა, ხო? იმიტომ რომ ის იყო ინსტიტუციური ლიდერი, ის იღებდა გადაწყვეტილებებს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ბატონ გია, შეიძლება პირველი ეტაპის განაცხადად პოლიტექნოლოგიურად ზუსტად ისე იყოს და მე თქვენს ლოგიკას ნამდვილად მივყვები, თუმცა იმისთვის, რომ ეს ტრენდი შენარჩუნდეს, აუცილებელია რაღაც თანმიმდევრობის ჩვენებაც. ნაბიჯების გადადგმა. ანუ ეს უკვე ნიშნავს მოხსნიან კობახიძეს ჩარეცხავენ, მოხსნა მაგას არ ქვია, ხო? არც არასოდეს არ დაუნიშნავთ ხა ის მართლად. ჩარეცხავენ და მე ამის შემდეგ მე არ გამორიცხავ რომ რაღაც ამნისტიას დაუკავშირდეს სოტნე ივანიშვილის სახელი, ხო? კიდე რაღაცებს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ მეთოდურად იმოქმედებენ. შეიძლება ეს დაეთყოს საარჩევნო პოლიტიკურ კალენდარსაც? შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, ხო? საერთოდ მე ყოველთვის ამბობდი, რომ ყველა ლოგიკით 2026 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო თითქოს არჩევნები, ხო? მაინც და მაინც ქართული პოლიტიკა ამ პოლიტიკურ ლოგიკას კი არ ექვემდებარება, მაგრამ მე ამას ვხსნიდი თქვენთანაც მაქვს ამაზე ნასაუბრები, იმით რომ ესე რომ ვთქვათ ორივე შემთხვევაში ხო ჩვენ რუსეთისკენ თუ მივდივართ ამ შემთხვევაში ჩვენ გთხოვენ 78 მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებას და ზახაროვას რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება ზუსტად ამას ნიშნავდა. აი, რას ნიშნავდა? რატო დაჭირდათ ამისაზე საჯაროდ ხისტა თქმა, რომ არც კი გაიხედოთ ევროკავშირისკენ? იმიტომ რომ ისედაც ხო პრობლემურ სიტუაციაში ვართ გაჭედილი. იმიტომ რომ გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ რუსეთში, რომ რაღაც მანევრები დაიწყო, ხო? მანევრები არა იმდენად ევროპის მიმართულებით ან ზოგადად დასავლეთის მიმართულებით, არამედ ეს აზერბაიჯანთან ურთიერთობები, ხო, რაც იგივე სომხეთთან, ანუ რეგიონულ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები დაიწყო, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ იქ ირანის აქცენტები რაზაკეთდებოდა თავიდან 3+3 ფორმატზე. ეს იყო გეგმა, ხო? რუსული გეგმა 3+3-ში საქართველოს შეთრევა და შემდგომ მართლმადიდებლობის ეგიდით და ერთმორწმუნეობის ეგიდით, ესე რომ ვთქვათ, დათრევა საბოლოოდ რუსეთის იმპერიის შეთრევა, ხო? უკან, ანუ დეჟავუ ტრაქტატის, ანუ 1793 წლის ისტორიის გამეორება, როდესაც საქართველოს სამი იმპერია, რეგიონული იმპერია ხლეჭდა სამ ნაწილად და საქართველოს მარჩია ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობა. დაახლოებით აი ამ სიტუაციის მოდელირებაზე წინაპირობები იქნებოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ირანთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემები, ამ 3+3 ფორმატმა ფაქტობრივად დაკარგა აქტუალობა.
რუსეთს თავის პრობლემები აქვს იქ უკრაინასთან, შესაბამისად თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი გააქტიურდა, ხო? მათ დაინახეს, რომ მათ შეუძლიათ საერთოდ ექსკლუზიური, ესე რომ ვთქვათ, ვითარება შექმნან თავისთვის, ხო? რუსეთი რა თქმა უნდა ამას ხედავს, ბუნებრივია ისინი ანერვიულდნენ. ნაწილობრივ შეიძლება იმასაც ხედავს, რომ ტრამპთან ურთიერთობების დალაგების ცდილობები არა მათი გავლით, არამედ პირდაპირ ხაზით. ტრამპთან ურთიერთობები ეს ალბათ ტრამპთან ვისაუბრებთ, ხო, მოკლედ. კი ბატონო, დაუბრუნდეთ. და შესაბამისად უკვე დაიწყეს გარანტიების მოთხოვნა, ხო? ეხლა გასაგებია, რომ ბიძინა მათ სრულ ლოიალობას უცხადებს, ჩვენ ეს ვიცით დიდი ხანია, ხო? მითხარით და რას გინდათ იმას გავაკეთებ. ყველანაირად ხელი შეუწყო ექსპანსიას, ეკონომიკურ, საინფორმაციო, პოლიტიკურ, ყველანაირი მიგრაციული ექსპანსია რუსეთიდან მოხდა საქართველოში, მაგრამ ეხა ეჭვებში ჩავარდნენ რუსები და უკვე ითხოვენ, რომ პროცესი გახადონ შეუქცევადი. შეუქცევადი პროცესი რამ უნდა გახადოს? 78 მუხლის ამოღება ეს არის აუცილებელი პირობა, როგორც ჩანს, ამ პირობას უკვე უყენებენ. მე დარწმუნებული ვარ, ეხა ბიძინა ზის ტელეფონთან და ურეკავს ფრიდმანს და კიდე ვიღაცებს, რომ ბორჯომისთვის დაუშვათ ღვინოების და იმის რუსეთის ბაზარი არ დაიკეტოს, იმიტომ რომ ეს მისთვის იქნება კატასტროფა, იმდენად ინტეგრირებული ვარ ჩვენ უკვე ერთია რუსულ ეკონომიკურ სივრცეში და ბიძინა ეხა ჩალიჩობს, რომ როგორმე გადაარჩინოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მუქარა იყო ზახაროვას განცხადებებში, რომ ეკონომიკური ურთიერთობებთან დაკავშირებით ტურიზმი იქნება ეს თუ დაუშვათ ძირითადი პოზიციების ექსპორტი, შეიძლება რაღაც პრობლემები დაიწყოს, ხო? და ბიძინა ეხა თავის კონტაქტებით ჩალიჩობს, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ მას კიდე ჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გარკვეული მანევრი შეინარჩუნოს. ესეც ვერ გაერკვა ბოლო-ბოლო რა ხდება სამყაროში. დროის მოგება ჭირდება. ხო, გადანაწილების პროცესში. ტრამპმა ყველა დაგვაბნია და მათ შორის სხვა საკითხია, რომ მას არ ესმის, რომ ეხა ფრიდმანს რო დაურეკავს ბორჯომის ბაზარი, ჩალიჩე, რომ ბორჯომის ბაზარი არ დაიკეტოს, ხო? ეხა ფრიდმანს ვინ ეკითხება ბორჯომის ბაზარი დაურეკავენ, უბრძანებენ დაკეტე და დაკეტავს, აბა მეტი რა გზა ექნება, ხო? თუ აქამდე მივიდა. მაგრამ ნუ ბიძინა ეცდება, რა თქმა უნდა, რომ სხვა არხებით ჩართოს და კიდევ ერთხელ დაუდასტუროს თავისი ლოიალობა. კიდე რაღაც ბარტყის გადაგდება მოუწევს, დამატებითი ბარტყის რუსეთისთვის. ის ხო სულ ბარტყების გადაყრის რეჟიმშია და ესე შევიდა ამ ჩიხში, ხო, ისტორიულ ჩიხში რუსეთთან ურთიერთობაში. ესეთი მოცემულობა შესაბამისად ეხლა რო დაუბრუნდეთ იმ საკითხს, ხო, იგივე აი ამ ოჯახური კლანის თემას, ხო, რაზეც საუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ ბერას ეხლა ბერას საკმაოდ სუწრეთში აღმოჩნდა ბოლო პერიოდში. რაღაც ინფორმაცია თქვენს გექნებათ ალბათ, მეც მაქვს, ხო? რაც ბიძინას ბუნებრივია არ მოწონდა ძალიან. და ეხა კარგ ადამიანებთან დააწყებინა ურთიერთობა, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ბიზნესი ძალიან ისეთია, ეხა იქ წესიერი ხალხია, მართლა წესიერი არიან, ხო? წესიერი ხალხია და ესეთ ადამიანებთან ურჩევნია, რომ შულს კონდეს ურთიერთობა, თვითკმარობის ილუზიად შეუქმნა, რა თქმა უნდა, რომ აბა მიდი და შენ თო მიიღე გადაწყვეტილებები და ბერაც ეხა რაღაცას ახალი ცხოვრება დაიწყო, ჩამოშორდა იმ ცუდ ადამიანებს და ეხა რაღაც კარგ ადამიანებთან დაიწყო, ჰალსტუკიან ადამიანებთან დაიწყო ურთიერთობა. რაც ხალხშორის ცუდი არ არის, იმიტომ რომ ბერაც ეხა მე დღემდე მაქვს სენტიმენტები, ისიც ბავშვი იყო და ძალიან კარგი ბავშვი იყო ხალხშორის. როცა მე ურთიერთობა მქონდა და სულაც არ მინდა რომ ის სუწრეთში აღმოჩნდეს რა. ბატონო, ერთია ოჯახი რას ფიქრობს? შეგვიძლია თუ არა ვილაპარაკოთ პარტიულ კლანზე. ანუ ამ ოჯახური კლანის გავლენების ზრდის და სიტუაციის სრულად ისეაც კონტროლის ქვეშ არსებულის, მაგრამ მათი წევრების მეშვეობით კონტროლის ქვეშ აღების პოლიტიკა გამორიცხავს კობახიძის როგორც მინიმუმ ამ უფლებამოსილებით დარჩენას, ხო? ეს ხალხი ახლა კობახიძის ვერტიკალად ვინ შეიქმნა და ამ ხელოფლებამოსილებები ჰქონდათ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით, რომლებსაც უკვე ქართული ოცნების ძირითადი შემადგენლობაც ვერ იტანს ის ხალხი, რომლებიც ძველი გვარდია რა, არა მარტო ისინი ვინც ციხეში არიან, ვინც გარეთ არიან, ამის გამოვლენებებს ჩვენ ხედავთ, მათ შორის უკვე საპარლამენტო სხდომებზეც ხო, აი ხუნდაძის განცხადებები უკვე შესამჩნევად თვალში და ყურში მოსახვედრია. დამახასიათებელია ბოლო წიხლის მიყოლება. რისი ნიშანია ეს ყველაფერი და თვითონ კობახიძე
რას იზავს ამ რა არის იცით რაღაც პერიოდში ჩვენ ამაზეც გვისაუბრია რამდენადაც მახსოვს ბიზნესისთვის დამახასიათებელია აი ვიღაცას რო დანიშნავს ეს საბელის დაგრძელებაზე ხშირად საუბრობ ხოლმე ხო ილუზიას უქმნის რომ ის დამოუკიდებლად მიდი იმუშავე არ დამირეკო მიდი იმუშავე შენ ხარ ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ილუზიას უქმნის ხოლმე ხო საღამოს მე ზეტებს კითხულობს ვის ელაპარაკა ვისთან იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ცალკე თემაა ხო ხო და ამ ილუზიას უქმნის და რაღაც პერიოდში რისკები გაუჩნდა მას ბიზნესს რატომ იმიტომ რომ ამ ციკლში იგივე დაუშვათ კობახიძეს სხვა ინტერეს ჯგუფები გამოჩნდნენ იგივე აი კრიმინალურ სამყაროზეც მისაუბრია გამოჩნდნენ ინტერეს ჯგუფები რომლებიც საკუთარი კავშირები დაამყარეს ხო ამ ჯანგველაძის საქმის ისტორიას მოყვა ძალიან დიდი შლეიფი ვიღაცას მადა გაუჩნდა რომ აი რუხი ზონის ბიზნესებში რაც შავი სამყაროს ეპარქიაა თითქოს მათ თავის წილები უნდა მიეღოთ ხო მიეღოთ და დაიწყო ჩემის აზრით რა თქმა უნდა კობახიძის ირგვლი ანუ კობახიძისთვის შექმნა იმ განცდის რომ ის მართლა რაღაცას წარმოადგენს და ბიძინამაც დისტანცია დაიჭირა და მას სტრატეგიული მოთმინების უნიკალური უნარები აქვს შეიძლება ითქვას ხო ხო და აი ესეთი რაღაც რისკები გაჩნდა იმდენად რომ მე ამაზე ხმამაღლა დავიწყე საუბარი რომ იგივე დაუშვათ კობახიძეს და კალაძეს უკვე უსვამდნენ კითხვას შესაძლებელია რომ შეუძლიათ თუ არა მათ ბიზნეს გარეშე ქვეყნის მართვა ხო კალაძე ალბათ უპასუხებდა ხო იმიტომ რომ იმას მეტი ტვინი არ აქვს ხა კობახიძე უფრო შეიძლება იფრთხილა ცოტა არ ვიცი ზუსტად ხო და აი ესეთი მოცემულობა შეიქმნა მაგრამ ნუ ბიზნესმა აღადგინა შიგა კონსტიტუციური წესრიგი რასაც ქვია ხო დაამოკლა საბელები შავ სამყაროს თავისი ადგილი მიუჩინა და ესე რომ ვთქვათ ჩოგბჯენში გადაიყვანა იმათაც დიდი ესე რომ ვთქვათ ილუზიები გაუჩნდათ რაღაც პერიოდი რომ ბიზნეს ბოლომდე მოწველიდან ეხა ყველაფერი დაალაგა და დაიწყო ოჯახური ესე რომ ვთქვათ დინასტიური საფუძვლის კლანური მოდით ესე ვთქვათ დინასტია მაინც ეს ცოტა სხვა რამეა ну ის სხვა რეალობა დინასტიად იქცევა თუ კლანი გადაიქცა მემკვიდრეობით მმართველობა და აი ამ დალაგების ნაწილი არის დაუშვათ მისი მცდელობა ტრამპების ოჯახურ ბიზნესთან გარკვეული ხაზის დამყარება აქ არის ალბათ ომხრივი ინიციატივა იმიტომ რომ აი ის ადამიანები ის დეველოპერები რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ხო ისინიც ხო თვითონაც ჩალიჩობენ თავის იმუნიტეტს ხო ეხა ბიზნესზე ისინი ნაკლებად დარდობენ ხო ისინი საკუთარ ანუ ისინი ფიქრობდნენ ორ კურდღელს და ისინი ესე ფიქრობენ რომ ორ კურდღელს დაიჭერენ ბიზნესს მოთაფლავენ ამით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ესე რომ ვთქვა თვითონაც ნუ ეხა ამერიკა ხო არ დაასანქცირებს ტრამპის პარტნიორებს ხო აი ესეთი საკმაოდ მოკლევადიანი გათვლა ჩემის აზრით ეხა ჯერ ესეთი რაც შეეხება თვითონ ამ პროექტს ამ ტრიუქს ხო ეხა არნაირ ინვესტიციაზე აქ ლაპარაკი არ არის ხო აქ არის ბრენდის ესე რომ ვთქვათ ლიცენზიის გაყიდვაზე პირიქით ამათმა ფული გადაიხადეს იმაში რომ ტრამპ თაუერი დაარქვან რასაც ააშენებენ იმას ხო აქ ეხლა ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ რაღაც ტრამპი არსად არ შემო ტრამპმა გაყიდა ეხლა ყიდის სახელს ამაში გადაიხადეს ალბათ ნუ 10-15 მილიონი დოლარი მარტო სახელში გადაიხადეს უკვე წინასწარ და მე გაყიდვები და რაღაც პროცენტი უნდა გადაუხადონ. ხო, ბრენდის ეს არის ერთი. მეორე ჩვენ ის არ ვიცით რა არათუ კონტრაქტი, არამედ რამე წინასწარი რა ეს ეგრეთ წოდებული განზრახულობათა უქმი არსებობს? ესეც არ არსებობს მე მგონი, ხო? ანუ ეს არის ჯერჯერობით ზეპირი შეთანხმება. საერთოდ, როდესაც ტრამპ თაუერზე აი წინა ცხოვრებაში მიშას ეპოქაში ესე რომ თქვა ტრამპ თაუერზე, როდესაც აი ზარალას ამბები რო იყო, ხო? ბოდიში გიორგი ზარალა ეხა უკვე ისეთ ასაკშია ზარალას დაძახება ცოტა ზედმეტია, ხო? გიორგი რამიშვილი, როდესაც მაშინაც PR-ისთვის კეთდებოდა ძირითადად, ხო? ეს განაცხადი მიშას PR-ისთვის. იმ PR-ს აშკარად კარგი შედეგი მოყოლოდა, იმიტომ რომ ის კაც მერე პრეზიდენტი გახდებოდა. ამას კურირებდა ყველაფერს არის ესეთი პიროვნება საფირი, ხო? საფირი, თემურ საფირის შვილი, ხო? შვილი კურირებდა ორგან
ეს არ იყო მარტო საქართველოში, აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში საქართველოსთან წასული უძრავი ქონების მაგნატი ნიუ-იორკში, რომელსაც ტრამპს გაუხსნა გზა. ცხოვრობს თვითონ, ხო, აპარტამენტები აქვს ტრამპ ტაუერში და როგორც ამბობენ, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, ხო? ხო და ბაქოში აშენდა. ბაქოში არის ტრამპ ტაუერი, რო იცოდე. ყველა ბაქოში არსებობს უკვე ტრამპ ტაუერი, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში სიტყვა რეგიონში პირველად უკვე უადგილოა, როგორც ბაქოში დასავლურ რაღაცებზე ლაპარაკი არ არის, ხო? აშენებულია და საქართველოში მაშინ არ აშენდა და მე ეხაც ძალიან ეჭვმეპარება რომ ეს აშენდეს. გასაგებია რომ კონტექსტი არის წმინდა პოლიტიკური, ხო, აქ არ არის არანაირ ეკონომიკაზე და არანაირ ინვესტიციაზე ლაპარაკი, წმინდა პოლიტიკური კონტექსტი აქვს ამას ყველაფერს. მე ეჭვი მაქვს რომ ეს პროექტი არ შედგება როგორც არ აშენდა იყო 2000 წელს იგივე განმეორდება 2026-იც მაღალი ალბათობით, ხო? ნეტა აშენდეს, მაგრამ მე მგონია რომ არ აშენდება. ტრამპს ეხა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ხო? ეს უნგრეთის პროექტის ჩაშლის შემდეგ, ხო? ნოემბერში ძალიან ცივი ნოემბერი ექნება, ეხა ნიუ-იორკის მერზე რა მოხდა ჩვენ ნახეთ, ხო? სანამ ომია, გასაგებია რომ ეს მისი პრობლემები რაღაცნაირად იფარება ამით, მაგრამ როგორც კი ომი დამთავრდება და ნოემბერში თუ იქ ყველაფერი ისე გამვითარდა როგორც მიდის, ხო, ტრამპს აღარ ექნება დალხენილი ცხოვრება, ეს უნდა გესმოდეს და ტრამპთან დალაგება სულაც არ ნიშნავს ამერიკასთან დალაგებას. უკვე ამის სერიოზული სიმპტომები ჩანს. პადუნგია, ძალიან დიდი მადლობა. ეჭვი მაქვს რომ ამ მოვლენების განვითარებას თქვენ ხშირი სტუმარი იქნები ჩვენ და არა მარტო ჩვენი და ამ ხრივ თქვენი ექსკლუზიური ცოდნა და გამოცდილება ივანიშვილის ოჯახთან მიმართებაში ძალიან გამოსადეგია. კი ბატონო, მადლობა.